Moi, je fais cette petite vidéo pour essayer de vous remonter le moral. C'est quand même une dinguerie, tu vois. Mon chéri. Prends ensuite tous les cheveux qui restent sur le côté droit. La techno a une culture à part entière. On est attaché à la bagnole. On aime la bagnole. Et moi, je l'adore. Et tu voudrais qu'elle soit en haine ce soir. De luxe, n'hésite pas à t'abonner pour plus de vidéos. Bisous, mes petits loups. Bien joué. ეს კადრები საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გამოსახულებიანი ეგრეთ წოდებული დიპფეიკებია. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პრეზიდენტის გარეგნობის, ხმის და მიმიკის მიმბაძველი მანიპულაციური ვიდეოები სოციალურ ქსელში მილიონობით ადამიანმა იხილა. ეს მონტაჟი კი თავად ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართულ ხელოვნური ინტელექტის გლობალური სამიტის დაწყებამდე თავად გაავრცელა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტით ბევრად მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. მისი თქმით, პარიზის სამიტი ევროპისთვის ერთგვარი გამოფხიზლებაა, რათა გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიების სამყაროში, სადაც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი დომინირებენ. მაკრონმა ისაუბრა საფრანგეთში ახლად გამოცხადებულ ინვესტიციების პროექტზეც, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტისთვის 109 მილიარდ ევროს ითვალისწინებს. ჩვენ გვჯერა ამ რევოლუციის, გვჯერა ჩვენი შესაძლებლობის ვიმუშაოთ ერთად ღია სამყაროში. როგორი გეოპოლიტიკური მდგომარეობაც არ უნდა იყოს. ვიმუშავებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. ბევრი დიდი ამერიკელი მოთამაშე აქ იმყოფება. ინვესტორები, კომპანიები, სტარტაპები. ვიმუშავებთ ჩინეთთან, ინდოეთთან და მთელ მსოფლიოსთან ერთად. ჩემი მთავარი გზავნილი არის, რომ სახელმწიფოს მეთაურებთან მრავალ საკითხზე მსჯელობას ვაპირებთ. ჭკვიანი რეგულაციების, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებზე. სწორედ ამიტომ უნდა აირჩიოთ ევროპა და საფრანგეთი ხელოვნური ინტელექტისთვის. ამ დღეებში საფრანგეთი დაამტკიცებს 109 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციას მომდევნო წლებისთვის. For the years to come.